იცის რომ მას დავაძინებ. თოფურიამ თქვა რომ მახაჩევი მას გაურბის. დაუმარცხებელმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ კვლავ დაადანაშაულა ყოფილი დივიზიონის ჩემპიონი რუსი ისლამ მახაჩევი იმაში რომ თავს არიდებს მასთან ბრძოლას. ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის ისლამი იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც გაქცევა გადაწყვიტა ჩემი მოწინააღმდეგე ჩარლზი გახდა. ფიქრობ მახაჩევმა შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო მსუბუქი წონის ტიტულის დატოვებით და ქვესაშველო წონაში გადასვლით. თუ UFC-ს მენეჯერები მას ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლას შესთავაზებდნენ, ის მსუბუქ წონაში დარჩებოდა, მაგრამ როცა მე გადავედი ქვემსუბუქიდან მსუბუქში, ისლამმა თქვა: არ მინდა დიდი რისკი. გადავალ ქვესაშველო წონაში და კიდევ ერთი ტიტულის მოპოვებას შევეცდები. მახაჩევს კარგად ესმის, რომ საშიში ვარ და შემიძლია დავაძინო. ამას ხაბიბიც ხვდება, ამბობს ილია თოფურია. დემეტრიუს ჯონსონი ამბობს: თოფურია და ცარუკიანი, ეს იქნებოდა დაუჯერებელი ბრძოლა. ორივე ჯანმრთელია და ილიას ბოლო ბრძოლაში სერიოზული ზიანი არ მიუღია. მათ შეუძლიათ ეს ნოემბერში ან დეკემბერში MSG-ში მოაწყონ. ჯონსის წასვლის შემდეგ, რომელმაც ასპინალთან ბრძოლა არ ისურვა, ეს ბრძოლა შესანიშნავი მთავარი მოვლენა იქნება. დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ თეთრი სახლი UFC-ს ღონისძიებას უმასპინძლებს, რომელსაც 25,000 ადამიანი დაესწრება 2026 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების 250 წლის იუბილის აღსანიშნავად. ბლოგერს და კიკბოქსერს ენდრიუ ტეიტს სურს თეთრი სახლის UFC-ს ღონისძიებაზე იბრძოლოს და დანა უაიტს თხოვს, რომ მას დაურეკოს. არმან ცარუკიანი ხამზად ჩიმაევს UFC-ს ტიტულისთვის ბრძოლისთვის ეხმარება და ახლა ამბობს, რომ ნებისმიერთან ჭიდაობა შეუძლია. 17 აგვისტოს ჩიმაევი სამხრეთ აფრიკელ დრიკუს დუპლესის დაუპირისპირდება UFC-ს საშუალო წონის ტიტულისთვის ჩიკაგოში. არმანს ეკითხებიან, როგორია ხამზადთან ვარჯიში. ხამზატი ძალიან უხეში ტიპია, სულ ერთია, რომ მასზე 10 კილოგრამით მსუბუქი ვარ. ძალიან მძიმედ ვარჯიშობს ყველასთან, მაგრამ ჩვენთვის ეს კარგია. დიდი გამოცდილება მივიღე. თუ ხამზატთან ჭიდაობა შემიძლია, უკვე ნებისმიერთან შემიძლია ამის გაკეთება, განაცხადა არმან ცარუკიანმა. ტომას პინალი ამბობს, მინდა მომდევნო 12 თვეში 4 ბრძოლა ჩავატარო. UFC-ს მძიმე წონის ახალი ჩემპიონი ტომას პინალი, რომელმაც ბევრი დრო დაკარგა ჯონ ჯონსთან შეხვედრის მოლოდინში, ახლა ცდილობს ეს დრო დაიბრუნოს. მინდა მომდევნო 12 თვეში 4 ბრძოლა ჩავატარო. თუ გადავხედავთ ათეულს, მათგან უკვე 6 დამარცხებული მყავს. ჩემი მიზანია პირველ ათეულში მყოფ ყველა მებრძოლს მოუგო. მინდა ყველა ტოპ-10-ის მებრძოლი დავამარცხო. მინიმუმ 3 ბრძოლას ვგეგმავ კიდე, შეიძლება 4-საც. ამ მომენტიდან 2026 წლის ბოლომდე, ამბობს ტომას პინალი. ტონი ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მას 30 აგვისტოს დაგეგმილი აქვს კრივის ბრძოლა. ელოდები ტონის დაბრუნებას? ილია თოფურია ხამზად ჩიმაევზე. ხამზატი ნამდვილი მხეცია, იყენებს სტრაიკინგს და ანადგურებს თავის მოწინააღმდეგეებს. როცა ის ოქტაგონში შედის, ყველა მიცის, რომ ეს ბიჭი დასაფინიშებლად მიდის. მას გადაწყვეტილებები არ აინტერესებს, ამიტომაც ვცემ პატივს ხამზატს. ის ნამდვილი მკვლელია. პადი პიმბლეტი ილია თოფურიაზე. მას იგივე ტატუები აქვს. ის უბრალოდ მაკგრეგორის ასლია. საუკეთესო წლებში კონორი მას მარცხენა პირდაპირით დაანოკაუტებდა. თუ გსურს მსგავსი ყოველდღიური ახალი ამბები, გამოიწერე არხი, დაალაიქე ვიდეო და დატოვე შენი კომენტარი.